ექსტრემალურ ვითარებაში სწრაფი რეაგირების მეთოდიკა. გერმანული გამოცდილების შესასწავლად ქართველმა მთავრსურელებმა ინსტრუქტორებთან მუშაობა დაასრულეს. ერთკვირიანი ტრენინგი გუდაურის განვითარების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა. გამოვდივართ გარეთ. სანამ არ ვიპოვით ზღვაში დამარხულს. ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ქართველი მთავრსურელებისთვის ზღვაში მოყოლილი ადამიანის ძებნა აღმოჩნდა. იმიტირებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეები დაკარგულს სპეციალური მოწყობილობით ეძებენ. აქ ყოველი წამი გადამწყვეტია მთავარი დავალების უმოკლეს დროში შესრულებაა. საძიებო სამუშაოების გარდა ჯგუფის მონაწილეები მთაში გაუკვალავ თოვლში გადაადგილებაზეც გადიან. წვრთნასწავლების კურსი გუდაურის მთებში მიმდინარეობს. კარგი ინსტრუქტორები ყავს, ევროპიდან ჩამოსულები არიან, რომელთაც ცოდნა ძალიან გამოგვადგება მომავლისთვისაც, რა თქმა უნდა. ღმერთმა არ აქნას რამე უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ეს ბიჭები ვინცა ვართ აქ, ყველანი მზად ვიქნებით, ალბათ რომ მთაში, ბარში ყველგან გაჭივრებულს გამოვადგეთ. Remember, stand like this, yeah, center position. დომენიკ ბარტენშლაგერი ერთ-ერთია სამგერმანელ ინსტრუქტორს შორის, რომელიც ქართველებს ერთი კვირის განმავლობაში ზამთარში ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობის მეთოდებს ასწავლიდა. გერმანელ სპეციალისტთან ერთად ტრენინგებს 33 მთავრსურელისთვის ქართველი სამთო გამყოლი ატარებდა. ჯგუფის წევრები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ყოველდღე 8 საათის განმავლობაში გადიოდნენ. First time for me in Georgia. პირველად ვარ საქართველოში, ლამაზი ადგილები და კარგი მთებია იმისთვის, რომ სამთო მომზადება გაიარო. კურსი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. თითოეული მონაწილე ყველა დეტალს განსაკუთრებით აქცევდა ყურადღებას. სწავლების ამ ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. So the people in Europe know what. ძალიან მონდომებული არიან ჩვენი მონაწილეები და ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. აი ყოველდღე ეთყობათ უფრო და უფრო უკეთესად რეალებენ და თან ეუფლებიან იმ უსაფრთხოების აუცილებელ ტექნიკას, რაც საჭიროა. ერთკვირიანი შეკრება გვაქვს. ყველაზე გამოცდი და ცნობილი ინსტრუქტორებთან, გერმანელი ინსტრუქტორები გვყავს. გავდივართ წვნას და სასწაულად იხვეწება საკუთარ ყველას ტექნიკა, უამრავი გამოცდილება მივიღეთ. გამოცდილი გერმანელი სპეციალისტები საქართველოს გარდა ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიონალ გიდებს უტარებენ. ისინი საერთაშორისო სამთო გიდების ასოციაციის წევრები არიან და უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სამთო გამყოლთა ზამთრის შეკრებების მოწყობა მთავრსურელების პროფესიონალური კლასის ამაღლებას ითვალისწინებს. შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ ისინი საერთაშორისო ასოციაციის წევრები გახდებიან. 33 ქართველი სამთო გამყოლი გუდაურში რეალურად ეუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიას მთისათვის. ჩვენ როგორც გუდაურის განვითარების ფონდი მხარს უჭერთ ამ წამოწყებას, იმიტომ რომ კვალიფიციური სამთო გამყოლი კურორტზე ნიშნავს პირველ რიგში უსაფრთხოებას, მომსახურეობას, ტურისტების. ქართველი და უცხოელი მთავრსურელების ზამთრის შეკრება გუდაურში ოფიციალურად დღეს დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გიდები სწავლებას სხვადასხვა დისციპლინაში გაივლიან. ყველა დონის დაკმაყოფილება შეძლებენ მთავრსურელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. კურსის დასრულების შემდეგ კი ქართველი გიდები გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მყინვარწვერის დალაშქროს გეგმავენ.